ჩვენ სიცოცხლის დაკლება გაკეთებული გვაქვს სროლით. და ყვდება კიდეც. ოკეი. მოდი ახლა სხვა ეთიკებიც გავუკეთოთ რა. ეთიკებში იმას გულისხმობ, რომ ეთიკები ხო? არა. თვითონ players ეთიკები ხო აქვს, მაგრამ იმას გულისხმობ, რომ სხვა ეთიკითაც დააკლოს ხოლმე რა. ეხლა აკლებს მხოლოდ მეორე ეთიკით რო ისვრი, ის ერო უთომბო დაეჯახება, აკლებს და ეხლა გავუკეთოთ ისე, რომ ეს player თქვათ, აი პირველ ეთიკს რო გააკეთებს, პირველი ეთიკი არის შერჭობა. ის არის არ ჭობს. ესე დავუკვდი ახლა. ტესტავდით ხო? სად იყო player health-ში? ეს damage 5 მიწელი. დავშალოთ ეს როგორ მოკვდეს. და ბარემ აქეთ ამხარიან player-ის მხარე გავაკეთოთ, მიყვეთ რა, ყველა ეთიკი გავუკეთოთ და მე გადავიდეთ უკვე იმაზე, რომ ეს enemy, ხო, enemies ეთიკები რო ავაწყოთ მე რა, რომ მივახლოვდები, მაშინ დაგინახოს და ასე შემდეგ. აი, პირველ რიგში გავაკეთოთ ეს შერჭობა. ანუ შერჭობის დროს ანუ პირველი ეთიკის დროს რო აკეთებს ამ შერჭობას, ამას რო შეერჭობ, სიცხე დააკლოს ხოლმე რა. ხო და ეგ შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ player ethicში დაახლოებით იმ მეთოდით, რა მეთოდითაც გავაკეთეთ ის player moment-ში რო ის გვაქვს. აი ეს overlap circle რო გამოვიყენეთ, გახსოვს ground checker-ის პოზიციაზე რო ხატავს იმას წრეს. აი ამ წრეს რო ხატავს რა. და ამ წრეში თუ რაღაც ისეთი ობიექტი მოხდა, რომელიც ground layer-ზე არის, მაშინ ხდება რომ ground-ზე დგას. და ზუსტად ეგეთ რაღაცას გავაკეთებთ, რომ აი ამ პოზიციაზე, სადაც ეთიკი ერთს აკეთებს, აი აქ დავხატავთ, შეგვიძლია რაღაც ოთხკუთხედიც დავხატოთ, განსხვავებული რო იყოს, ოთხკუთხედი დავხატოთ რა. და იმ ოთხკუთხედს რო დახატავს აქ, ეგ ოთხკუთხედი, ანუ hitbox-ივით იქნება. ეგ hitbox-ი რო დაეჯახება ისეთ ობიექტს, რომელსაც enemy layer-ი ექნება, ვთქვათ. მაშინ დავაკლოთ სიცოცხლე. ოკეი. შევიდეთ ახლა script-ში. და player ethicში გვინდა ზევით header-ები ხო გვაქვს, ერთ-ერთი header-ი მოვაკოპიროთ. ჩავაფეისტოთ და shoot-ის მაგირად დავარქვათ hit enemy. ასე რქოს. enemies რო უნდა მოვარტყას რა. აქ დაგვჭირდება ერთი ცვლადი public transform-ის ტიპის ცვლადი, რომ ვიცოდეთ სადმე დავხატოთ ის ოთხკუთხედი. ამას დავარქვათ hitbox. მერე რამხელა უნდა იყოს ეგ ოთხკუთხედი მაგისთვის. და ოთხკუთხედს ხო აქვს სიმაღლე და სიგანე რა. ხო და ამიტომ vector 2 შევქნათ მაგისთვის. public vector 2 hitbox size იყოს ეგ. ასევე რა დაგვჭირდება? დაგვჭირდება public collider 2 enemy to hit. ესე დავარქვათ. ანუ enemy რომელსაც მოარტყამს, ეგ ჩავარდება ამ collider 2-ში რა, ამ სლაჩში. ანუ ზოგადად ეს ისე მუშაობს, რომ ამას რომ მოიქნევს ის ოთხკუთხედი, რომ დაიხატება და მოხდება რაღაც ობიექტს, რომელსაც enemy layer-ი აქვს. მაგის collider-ს ჩააგდებს, შეინახავს ამ სლაჩში რა. და თუ რაღაც სლაჩში შენ collider-თან წვდომა გაქვს, მაშინ ნებისმიერ იმის კომპონენტს დაუკავშირდები, იმ game object-ის კომპონენტს. და შეგვიძლია მე რომ enemy health-ს დაუკავშირდეთ და enemy health-ში შევცვალოთ ის damage-ი გავაკეთოთ რა. მოკლედ დაჯახებას ეგ მიხვდება და collider 2 ტიპის სლაჩში შეინახავს და
კიდე უნდა გადაამოწმოს ამან layer-ი. ამიტომ layer mask. და ახლა დავმოსავარქოთ enemy layer. იქ როგორც ground layer-ი გქონდა, ზუსტად იგივენაირად არის რა. Public layer mask enemy layer. ეგ არის. ახლა დავწეროთ void როგორ დავარქვათ hit enemy void hit enemy და შიგნით ჩავწეროთ რომ enemy to hit უდრის physics 2D physics 2D არის კლასი შენახული არის ეგ და overlap circle ხო გამოვიყენეთ მაშინ წერო დაგვეხატა overlap box-ი გვინდა ახლა ნახე აქ overlap box 2-იც არის ეს overlap box 2 გამოიყენება მაშინ როცა აი თქვათ გინდა რომ ამ იმას ის არის რომ მოიქნებ თუ ბევრი ენები დგას იქ თუ გინდა რომ ყველას დააკლო მაშინ all-ს გამოიყენებ რა და ეხლა რახან ერთი პლუს ერთი გამოვიყენოთ all-ის გარეშე და მე სამომავლოდ თუ მოგვინდება რომ ბევრს დააკლოს ხოლმე მარტივი არის ამაზე გადაცვლა უბრალოდ სახელს შეცვლი და იმას შეცვლი აქ მასივად გადააკეთებ ამას რა ეს ხო ერთ ობიექტს შეინახავს ერთი ობიექტის კოლაიდერს და ამას რომ მასივით გადააქცევ ის overlap box 2 მასივში ჩაყრის ყველა იმ enemy-ს რომელსაც დაეჯახება ეს კაი ანუ აქ გვინდა overlap box ჩვილები overlap box უწერთ სად დაიხატოს hitbox-ის პოზიციაზე hitbox წერტილი position მძიმე მერე size-ი რამხელა იყოს size-ი ხო მაგის თუ შევქმნით hitbox size მძიმე და მერე angle უნდა კიდე რა ეს 3D ოთხკუთხედს ხატავს იდეაში ან კუბს ხატავს რა ხო და angle-ი შეიძლება გამოიყენო რა 3D-ში, მაგრამ ეხლა 2D-ში ახან უყურებთ 0 ჩავწეროთ. არ გვინდა ეს რაღაცა კუთხით რომ დახატო ან რაღაც ეგეთი შეტრიალებული. და ძიმის მერე კიდე layer mask-ი, ანუ enemy layer წაღარო შევქმნით ეგ enemy layer. რო შეამოწმოს. თან რო ეს დახატავს და შეამოწმებს enemy layers, თუ მართლა enemy layer-ი ექნება იმ ობიექტს, მაშინ enemy to hit-ში შეინახავს იმ კოლაიდერს რა. და რო შეინახავს აქ უთხრათ რომ enemy to hit წერტილი get component რა ქვია იმას enemy health ხო? enemy health სადაც damage-ი არის. damage სროლით ხო ერთს ვაკლებთ. კი. ამით მეგონა 0.5 დავაკლოთ ხო? შეჭობა არის უბრალოდ. მე უფრო ძლიერი ეთიკებით აქვს ამას და უფრო მეც დავაკლოთ შენ სხვა ეთიკებით. 0.5 F damage გადავცემთ damage amount-ი რამდენი იყოს. So დავასეივოთ ეს, გადავიდეთ იმენში. enemy layer-ი ამას აქვს. player-ი მოვნიშნოთ. ხო, player-ში ჯერ შევქმნათ hitbox-ი. მარჯვენა ღილაკი player-ზე create empty დავარქვათ hitbox. და თან ანიმაციაში გავაყოლოთ იმ ხელს როგორც წევს და როგორც არჭობს იმას ის არის ეს hitbox-ი გავაყოლოთ რომ იმ წამს იმ frame-ზე როცა წინ აქვს გაშვერილი ეს და წინ არის ის არის რომელიც უნდა შეერჭოს მან დიდგეს ეს hitbox-იც რა ამიტომ გადაცვალე აქ animation-ში ეთეკერცე player-ი გამოვნიშნო და მე ჩაწერას დააჭირე და მე რამდენი ფრეიმია. მოდი ჯერ პირველ ფრეიმზე move-ზე გადართე, ისრები რომ გაუჩნდეს ამ hitbox, თან hitbox-ი მონიშნე. hitbox-ი მონიშნე. ამ სცენაში. move-ზე და hitbox-ი მონიშნე. აჰა. 0-ზე მივიყვანოთ. აი, სადაც აქვს მაგ დროს ის არის იქ. აი აქ.
ცენტრზე რა, ის არის ცენტრზე დააყენე დაახლოებით. და მე რამდენი ფრეიმია? მეოთხე. მეოთხე და მეხუთეზე კიდე წინ არის. მეხუთეა მე მგონი. აი მეხუთე ფრეიმზე გადავიყვანოთ აქ. აი დაახლოებით ესე ის რის ცენტრში იყოს, იმიტომ რომ ცენტრიდან დაიხატება ის ოთხკუთხედი, რა ხელსაც მიუთითებთ. აქ მე აჩერებს და მე მგონი მე-6 ფრეიმზე ხო არ დავხატოთ, აი ზუსტად რა, მე-6 ფრეიმზე რამ ხელაც იქნება, სადაც იქნება. იქ დავხატოთ, იმიტომ რომ ხო, გაჩერებულია რა, მე-7-იც იქვე არის და მე მოდის უკან უკვე. უკან წამოღება აღარ გვინდა. შეგვიძლია დავტოვოთ ესე როგორც არის. ეს. ეგ როგორ? რა? ყველაფერზე სათავე უნდა ივასაკნო, იმიტომ არა. ჩაწერას უნდა დააჭირო, რეკორდინგს დააჭირე. მე 0-ზე ხო? ხო. მიიტანე ხა იქ. გამოძრავე, თორე არ აქვს შენახული. მოდრა, ხო, ვსო. ეხა გადადი ფრეიმებზე, აი მე-5 ფრეიმზე გადადი. მიიტანე იქ სადაც არის. აჰა. და აი მე-6-ზეც გადადი. მიახლოვე და უკეთ არა, ჯობია ცენტრში გააკეთო, იმიტომ რომ სულ დაფარავს ის ოთხკუთხედი რომ დაიხატება რა. შეგვიძლია გამოვაჩინოთ ეგ ოთხკუთხედი. ეხა შეგვიძლია გადაშოვისა რეკორდინგი და დაასეივე. აი ნახე სკრიპტში დაბრუნდეთ. და აქ არ გვაქვს ხო ანდროგიზმოსი. არ გვაქვს. აი void hit enemies ზევით დაწერე on draw gizmos. მერე gizmos წერტილი color, უდრის color წერტილი red იყოს, მოდი, წითელი. და აქ მოშავწოთ gizmos წერტილი draw wire cube. ზუსტად იგივე რა, hitbox წერტილი position და hitbox size. So. დავასეივოთ, გადავიდეთ unit-ში. და ეხლა players რომ ვონიშნავ. მარჯვნივ ჩამოსხროლე და გამოჩნდება hitbox-ის ჩასაგდები, hitbox-ის size-ი ჩასაწერი და enemy tweet და enemy layer. ახლა რომელიც გირჩევას player attack-ში. აი, აი. მოიცე ისინი არ ჩანს, layer-ი არ ჩანს? გავუშვა. აი, nothing რო აწერია ეს. აი. hitbox-ში ჩავაგდოთ hitbox-ი. აი, player-ში შულად რო hitbox-ი არის, ეგ წამოიღდა ჩასვი. hitbox size-ში ჩავწეროთ ერთები, სატესტოდ. და დაინახავ კვადრატი დაიხატება. დაიხატა? არა. ეს აილზე მოყავს. არა, მანდა სცენაში უნდა დაიხატოს შენ. ის არ ჩავიგე. hitbox არ შეგვიდია, ხო, მაგითო. დაიხატა ხო? და nothing რო აწერია enemy layer-ზე, მან დაირჩია enemy. რო ეს უნდა შეადაროს, მერე იმ ობიექტს hammer-მეს ხო მართლა აქ მონიშნული enemy layer-ი და მაგას ეგენი რო შეედრება და დაემთხოვა ერთმანეთს, მაშინ მაგის collider-ს ჩააგდებს enemy tweet-ში. enemy tweet-ში არაფერს არ ვაგდებთ. აი აქ non collider 2 და 8 აწერია, ამაში თავისი ჩავარდება, როცა მოარტყავს. აი, ეხლა როგორ ვქნათ, იცი, გავასწოროთ ისევ player-ი მონიშნე და გადადი attack 1-ზე animation-ში. და in frame-ზე, მე-6 frame-ზე. ნახე ეს დიდი არის ახლა. ხო.
ხო და Y უნდა შეცვლოთ, მაგრამ ისე კარგად. ხო, Y-ი შევცვალოთ 0.5. ცოტა დიდიც რო იყოს, ოკეი არის. 0.3 კარგია. 0.3, ხო. თან რა არის კიდე იცი, რომ აი ძალიან ახლოს რო დაგიდგება, შეიძლება ვეღარ მოვარტყა რა. ხო და ეგეც მაგიცგანაც რო დავიზღვიოთ თავი. ნუ პრინციპში ეს ცოტა ცდება კიდე და ცოტა მარცხნივ გავწევ თვითონ hitbox. ჩაწერას დავაჭერ და აი სადღაც აქ იყოს რა. ეს და ჩაწერა შეგვიძლია გათიშო. ეს ჩაწერილი ნახავია. დაიჭირე ჩაწერას. და ხა მუთულზე გადართე, hitbox-ი მონიშნე. გადართული გაქვს. ხოდი hitbox-ი მონიშნე და გამოწრე როგორც კიდე. ცოტა მარჯვნივალი გასაწევი მეგონი, ოდნავ. всё. საკმარისია. ეხლა ეს მარტო მე-6-ზე. კი, ხო. თავარია მანდ როგორ სად არის რა? შეგვეძლო 0-ზეც არ ჩაგვეწერა უბრალოდ. მაინც ხა შედარებით ისე რა ყოფილიყო. თავის მიდის. ხო. ეგრე მიდის რა. 0-ზე რო ჩაწერე რაღაც პოზიცია და 6-ზე რო ჩაწერე რაღაც პოზიცია, 0-დან 6-მდე მიდის თავისით. კაი, ეხლა დაგვრჩა იმენთად უნდა გამოვიძახოთ აქ კონკრეტულ ფრეიმზე ის. ხო, ეს აქ რო იქნება. ხო. მე არ გხდება. არა, მაგ ფრეიმზე მაინც არ დავხატავთ. ჩვენ დავხატავთ ზუსტად 6 ფრეიმზე, მე-6 ფრეიმზე. და მაგიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მე-6 ფრეიმზე ზუსტად გქონდეს გასწორებული. ნახე, ეხლა 0.6 სადაც აწერია. მაგის ოდნავ ქვევით ზოლი რო აქვს. keyframe-ზე არა, აი მაგის ზევით. აი მანდ. მაუს მარჯვენა ღილაკს დააჭირე. add animation event. და ლოჯის. ხო, და მარჯვნივ ეს არის debug-ზე ხარ მე მგონი გადადი იმაზე ისევ normal-ზე. აი, no function selected ჩამოშალე. player attacks გამოჩდება. მერე methods და hit enemy კი. hit enemy-ში ხო გვიწერია რომ დაიხატოს ეს overlap box-ით და enemy to hit-ში ჩააგდოს თუ მოხდება. ოკეი, დავასაივოთ და გავტესტოთ, აბა. ოღონდ ერთი პრობლემა ექნება ახლა ამას. თუ ვერ გაარტყა, გააერორებს. ნახე? მიცადა. აი, ურტყა, მაგრამ ნახე, ახლა ხაერში ციცარიელზე გააერორებს, ნახე? ხო. და რატო გააერორა? ვერი პოვა ის. კი, მართალი ხარ. ნახე, აქაც დავინახოთ. players მოუნიშნავ და ეს რო გამოჩნდეს რა, აი enemy to hit-ში ხო უნდა ჩააგდოს ეს non collider-ი. ხა მივა. აი, აქტებს Hammerman-ის box collider-ორი და ჩავარდა, მაგრამ აქ რო გავაკეთო სიცარიელეში. ნახე, non collider და non collider-ზე ცადა, ანუ არა სიცარიელეზე ცადა, რომ get component enemy health damage-ი გაიგეთებინა რა. ხო და ნახე, მაგისგან როგორ დავიწყოთ ახლა თავი, რო არ გააეროროს. ხო, გადასტე შენთანაც. H ხო. G-ზე არის. არა, H-ზე არის. აი, ხო. აგდებს. ახლა სიცერელზე გაკეთე. ხო, გააერორა შენთანაც. დაბრუნდი სკრიპტში, რა გამართავ. და აი, hit enemy რო გვიწერია, მან ჩამოდი. აჰა. მან ხო გვიწერია, რომ enemy to hit, ანუ ყველა შემთხვევაში აკეთებს ამ get components. და მაგის ზევით დავწეროთ if-ი. და ამ if-ში შევამოწმოთ enemy to hit-ი თუ არ უდრის null-ს. ანუ თუ არ null-ი ხო სიცარიელე არის, თუ არ უდრის სიცარიელეს, მაგას ვამოწმოთ. თუ არ უდრის სიცარიელეს, ანუ რაღაცა არის ჩაგდებული, ზაღარ უნდა დავინახეთ ის Hammerman box collider-ორი და რო ჩაიწერა, ანუ ჩავარდა მაგას. ეს გადავიტანოთ მათ კი მართალი ხარ. როცა ცარიელი არ იქნება ეს enemy to hit და ცარიელი მაშინ არ არის, როცა მოხვდა მართლა. მაშინ გააკეთებს damage-ს. და თუ ცარიელი იქნება, საერთოდ არ გააკეთებს. ანუ ამ პრობლემას მოგვარებს რა. So, დავასაივოთ და გავტესტოთ, აბა. რა. მოდელი გაცხადა. გაცხადა. აქ თქვენ მოვატრიალო ცოტა. მოიცა?
ხო. ახლა აი აღარ აეროებს ცარიელზე რომ იხვალ ჩვეულებრივად აჰა კაი მიდი ეგარი აკლებს შვენიერი ეხლა ის იმას რო ისვი შენ რა ქვია რომ მოარტყამდა რომ ისრიალებს ის ეგ გავასწოროთ როგორ იცი რომ ჩვენ გვიწერია თუ არ ვწდები ხო იმიტომ რომ ბევრ ფორს კრებს ისა უფრო დიდ ფორს კრებს ერო და უფრო დიდი აჩქარებით ეჯახება ხო ხო და ამიტომ enemy health-ში შედი აქ გვიწერია ჩვენ on collision enter-ი და on trigger-ზე გადავაკეთოთ და ის trigger collider-ი დაჯახება აღარ მოხდება რა შეხებით კი შეეხება მაგრამ trigger-ზე გადავაკეთოთ აქ და აქ კიდე collision order რო წერია მწვანედ თუ ლურჯად შენთან ლურჯად აქეთ იქით მარცხნივ არა აი collision order ეგ collision გადააკეთე collider-ზე collider უნდა ეწეროს აჰა so დაასეივეს გადავიდეთ ახლა unit-ში და arrows prefab მონიშნე სად არის და box collider-ი გადაიყვანე ის trigger-ზე ორჯერ დავაჭირე სწრაფად და გასწორდება arrows prefab მონიშნე და box collider order-ზე ჩაურთე ის trigger-ი მარჯვნივ პოლიგონი ჩამოშალე და ის ტრიგერი ჩამოვიდა. აჰა, всё. ეხლა შეამოწმება რო ესვრი აღარ უნდა გასრიალდეს. მაგრამ მოხვედრით ჩვეულებრივად მოხდება. ეგარ. ეს გასასწორებელი გო. აი, დაგუდით. აი. მისრიალებს? აი, რო ისვი და მაინც ვიდის. ხო, მოძრაობა შეგიძლია, ანუ. შეგვიძლია გავუთიშოთ მოძრაობა, როცა ეთეკი ხდება. კაი. ამითი აკლებს. ეხლა ესეთივე ეთეკი ჩვენ ხო გვაქვს ის special ეთეკი მეგონი ეგეთივეა. რო ესეთ დახატვა დაგჭირდება რა. კი, მას რაღაცა მწვანე იმას. ხო, მწვანე ლაზერს რო ისვრის. აი ეს. ხო. აი ამაზე დავხატოთ უკვე დიდი ოთხკუთხედი. კაი. ნახე რა ვქნათ. ჯერ პირველ რიგში პლეიერი მოვნიშნოთ, animation-ში გადავიდეთ და გადავცვალოთ აქ special text-ი. Player special text. 5 წელი. ჩაწერას დავაჭიროთ, აქაც. ჩაწერას დავაჭირე recordings. Move-ზე გადართე, hitbox-ი მონიშნე და აქაც გავაყოლოთ რა. აქ იგივე hitbox-ია. იგივე hitbox-ს ამოვიყენებთ კი. უბრალოდ მაგ hitbox-ის ზომას გავზდით ხოლმე იმის მიხედვით რომელ ეთიკს გააკეთებს. ან დავაპატარავებთ. მიიყვანე დაახლოებით იქ, სადაც ის არის აქვს. სადაც დგას, რა ვიცი, მნიშვნელობა არ აქვს. 0-ზე ხო? ხო, 0-ზე. და მე ფრეიმზე, აი მე-9 ფრეიმზე უკვე ისვრის ლაზერს. მე-9 ფრეიმზე დავაყენოთ, აი ამ მაგ მწვანე ლაზერის ცენტრში დააყენე რა დაახლოებით. ორი მხარეს თანაბრად დახალოს. ხო, რო თანაბრად რო გავზდით, თანაბრად მოიცვას ეგ მწვანე ისა რა. ხო, დანარჩენ ფრეიმებზე მნიშვნელობა არ აქვს, იგივე იმაზე. თავისი წამოვიდა. ხო. So, გათიშე ისა რეკორდინგი. ეს არ უნდა შევცვალოთ ამის ზომები. მაგის ზომები კოდიდან უნდა შევცვალოთ. და აქ ივენთით დავამატოთ იგივე hit enemy. მე-9-ზე ხო? კი, მე-9-ზე. მარჯვენა ღელა კი add animation event player attacks methods და hit enemy. ეგა. და ასევე ახლა შევიდეთ script-ში. ისე player attack-ში და ეხლა ესე რომ დავტოვოთ იზამს, ისე 0.5 დააკლებს და თან პატარა ის იქნება, ხო? შეამოწმოს რომელი ის იქნება.
ნახე, მაგის შემოწმება შეგვიძლია, რომ ღილაკს დააჭირე მაგითი. ეგ ხო შემოწმებული გვაქვს უკვე. ხო და ჩვენ hitbox-ი გვიწერია, hitbox size-ი არის თავიდან რამდენი გვაქვს? 1 და 0.3. მას აქაც ხო ათაკრიზის ხوار ჩაუწეროთ მას. კი. თუ მეტი აქვს 0-ზე მეტი ის არის. აი რომ უწევს. შეჭობა? ხო. რა ჩაუწეროთ? arrow amount, ხო? თუ მეტი აქვს 0-ზე. ეგეც შევამოწმოთ. Okay. და აქ ჩაუწეროთ, რომ hitbox size-ი პირველი ეთექის დროს. მას აქ arrow amount-ი გამოკლება ხო? შერჭობაზე იმას ვქნათ ხოლმე, არა, შეარჭოს და როისვის. როისვის იქ არ ვაკლებთ, მაგას აი აქ ვაკლებთ. შუთეროუში. ეგ გვიწერია უკვე. შეგეძლო აქაც დაგვეწერა, იქ თუ არ დავწერთ, აქ დავწერდით, რა მნიშვნელობა არა აქვს. hitbox size-ი ჩაუწეროთ აქ, რომ იყოს new vector 2 სტოლი. ეგ სპეციალად აქვს. ეს სპეციალად ეგ შეჭობა. შეჭობა, ხო. მე შეჭობაზეც ხო უნდა ჩაუწეროთ, რომ 1 და 0.3 იყოს, იმიტომ რომ special text-ը რო შევცვლით და გავადიდებთ, მე დაპატარება დაგვირდება იმაზე. ჩვეულებრივ text-ზე, პირველ text-ზე შეჭობაზე. new vector 2, hitbox size-ი ხო vector 2 არის და ახალ vector 2-ს უთითებთ. 1 და 0.3, ხო? იქ რამდენიც გიწერია, შენც შეწერე, ხო? მე 0.25. ოკეი. მაშინ 0.25 F დაწერე მაგ. ეს მოვაკოპირე. და მოდი გავტესტოთ special text-ზე რამდენი გვინდა რომ იყოს. აქ ჩაწერა არაფერი არ გვჭირდება, უბრალოდ აი აქ პირდაპირ ჩავწეროთ x 3, მეტი 5. 4, 5, იყოს 5. ცოტა გაცდეს, ოკეი არის. და 0.5, 0.6. ოკეი. აი 5 და უნდა შევუწოთ ხო? hitbox. ხო, special text-ი გადადი მაგ frame-ზე და player-ი მონიშნე. და სატესტოდ უბრალოდ hitbox-ი შეცვალე, რომ თან შეხედო ამ ხელა უნდა იყოს. მან ჩავწერე მე 5 და y-ზე 0.6. ნახეობა შენთან 5 ძალიან მიწია. ხო, თუ მინდა 4.5 ან რაღაცა იქნება. 4.5. და მე ჩავწერ 5 და 0.6. ამიტომ აი აქ ამას გამოვწეროთ ჯობი. ხო. აქ ჩავწერ 5 და 0.6. ხო, შენ script-ში და ის მოვაკოპირე ზევით რაც დაწერე. hitbox-ი უდრის new vector-ს. ეგ ხაზი. მოკოპირებული აქვს. ოკეი. მაშინ ქვევით ჩავაფეისტე L-ზე დაჭერის დროს. აჰა. და ისინი შევუცვალე შეგით vector-ში. კიდე ხო არ არის? არა. ოკეი, so დავასეივოთ. image მე. image, ხო. image-ი ისევ 0.5-ს დააკვებს ახლა. ხო? იმიტომ რომ ამას ვიძახებთ იქაც. და ამისთვის მაშინ შევქნათ ზევით float. ეს public-ი არ არის აუცილებელი რომ იყოს float. რა ქვია იმას? image amount. მოდი ესეც collider 2 და ხო ტყუილა ჩანს იქ. უბრალოდ რომ დაგვენახა რომ ვარდება შეგნით მაგითო. ხო, public-ი წავუშავოთ. და მოდი დაბლა ჩამოვიტან ამას. ეს public-ები ზევით იყოს ეს. ოკეი. და ჩვენ ყველაფერი საჭიროა პრინციპში იქ რო ჩანდეს. ხო, damage amount-ი შევქმნით, float damage amount-ი და აქ 0.5-ის მაგირად მივუწევთ damage amount-ი. მას ახლა აქ პაბლიკები რო წავშალოთ, ხო ჩაგდებული გქონდა იქ იმუშავებს. არა, გახსოვთ.
აღარ ეცოდინება ის ჩაგდებული როგორ ხო იცის რაც არის ჩაგდებული ეგ და არ ეცოდინება რა წაიშლის ჩავწერე დემეჯი მოვთხოვ კი ნამდვილი 5 მომგირად დემეჯი მოვუწერ მაგრამ ეს დემეჯი მოვთხოვ და განსაზღვროთ ახლა რამდენი იყოს პირველი ატაკის დროს ჩაუწეროთ რომ იყოს დემეჯი ამაუნტი 9.5 და special attack-ის დროს იყოს თლიანად რომ მოკლას special attack-ის დროს თლიანად მოკლათ? ხო ნახე კიდე აქ არის ეთიკი ერთის როლა მაგაზე ერთს ვაკლებთ მე როისა ბევრს როის მე არის ეს ხო ბევრს როისთვის მაგაზე წესით ბევრი უნდა დავაკლოთ ხო კი რავი ერთი 3 მაინც უნდა დავაკლოთ მაგაზე special attack აი მოკლათ პირდაპირ მაშინ და ისე მას ნელ-ნელა რომ აკლდეს ერთი სანამ არ ნელ-ნელა რომ აკლდეს ეგ გავაკეთოთ რაზე იცი აქ აქვს ჰიტის ანიმაციები poison hit-ია და მაგ poison hit-ზე შეგვიძლია ჩავწეროთ რავი health-ი რამდენიც აქვს იმას enemy-ს ხო 3 არა აქ უნდა ვიცოდეთ enemy-ს health ანუ შეგვიძლია რომ 3 რო ჩავწეროთ მას შეგვიძლია ეგრე ჩავწეროთ შეგვიძლია იმენა enemy health-ი ჩავწეროთ რა მაგრამ enemy health-ი როგორ გვეცოდინება აქ აი პირდაპირ 3 ჩავწეროთ მაშინ რა ჩემთან ამდენი აქვს თქვენთან 5 აქვს ხო 5 აქვს მაშინ ამ შემთხვევაში რო ხო სხვანაირად უნდა აპოვნინო მაშინ ის enemy კაი მოდი ახლა უბრალოდ 5 ჩავწერ მე და შენ 3 ჩაწერე და მე რო რამე შეგვიძლია რომ შევამოწმოთ რომ აი რომელი enemy-ია და რამდენი აქვს სიცოცხლე რა რომ მაგდენი დააკლოს კაი გავტესტოთ აბა წესით ეგრევე უნდა მოკლას ეგ არის ჩემთან ეგრევე მოკლა ახლა და ჩვეულებრივი ეთიკით რომ ისე პირველი ეთიკით რომ ისე უბრალოდ შეარჭობს ეგეც გადასტერო კი ელია ხო ელი კი ეგრევე კლავს კი აჰა შვენიერი აი გამორთე და ასე ივე იმითიც აი ეს ორი ეთიკი გაკეთებული გვაქვს ახლა ის ახლა გავაკეთოთ შაუერი ხო სად არის ეგ projectiles and effects-ი არის მე projectiles and effects-ი შედი ფოლდერი როა ყვევით projectiles and effects და მანდ არის arrow shower effect ეგ სად არის player-ის ანიმაციებში ხო იმაში მე ჩაკეცე ეგ და player-ის უკვე და რა უნდა იყოს ისევ enemy-ს უყურებ ყვევით არის player-ი აი ეგ უნდა ჩაკეცე ამოკეცო ხო ის ჩაკეცე enemy და project-ზე აი arrow hit shower აი arrow shower effect-ი შედი მანდ ზედლების ავტო კი ყველა ფოტო მოვნიშნოთ კონტროლა პირველიდან წავიღოთ და ეს უნდა ჩავუგდოთ ცალკეულად იმას არ უნდა ჩავუგდოთ ხო სცენაში თუ იერარ სცენაში ცალკე დამოუკიდებელი ობიექტი უნდა შეიქმნას და ვთქვათ arrow shower ეგ არის აქაც arrow shower დავარქვათ მოდი arrow shower აი ახლა ეს როგორ გავაკეთოთ ერთი ვარიანტი გვაქვს რომ პრეფაბი შევქმნათ ამისი და ესეც გავაჩინოთ ხოლმე enemy-ის თავზე ხო ამ ეთიკის დროს მას ასე რომ წავიდეს მას თვითონ აი საიდან წიწულის იქიდან რომ მიუცეთ რაიმე ტრაექტორია და იმას რომ იმოძრაოს
ეგეც შეიძლება, ხო? მაგრამ რა არის ის ზევით ისვრის ეს და მე ზევიდან უნდა ჩამოიყაროს წესით. ხო, ზევიდან უნდა ჩამოიყაროს. ანუ ენემის თავზე უნდა გავაჩინოთ. ეგრე ჯობია. ოღონდ როგორ იცი, რომ ენემის შანსი უნდა კონდეს, რომ აიცილოს. მაშინ რა ჯობია იცი, რომ პლეიერი შვილად ყავდეს ეს Arrow Shower-ი, ჩამქრალი იყოს თავიდან და ამას რო ისვრის გამოვაჩინოთ მე. ამიტომ პლეიერ ჩავუგდე შვილად Arrow Shower-ი. ერთები ჩაწერე X-ზე და Y-ზე. თუ შეიცვალა, ხო, scale ერთები ჩაწერე. ურო, ხელა ისები. ხო, კარგი ის არის, რა ქვია. კარგი ზომაა და პოზიციურად X-ზე და Y-ზე ნულები ჩაწერე, რომ ჯერ პლეიერთან იყოს. პლეიერთან მივიდეს და ჩააქრე. აჰა. დავასეივოთ. ეს რა თქმა უნდა თამაში გაყვება? კი, სულ მიყვება. ამის შვილი რახან არის მაგიტო. დავასეივოთ ეს და შევიდეთ ახლა სკრიპტში. და ჩვენ მეგონი ნუმერატორი ხო ვისწავლეთ? დაყოვნება, ნუმერატორი. დაყოვნება რო შეეძლო. ეგ დაგჭირდება, იმიტომ რომ გავაჩენთ, მე რა ხოლმე გავაქროთ ისევ. დიახ. ამიტომ აი აქ შევქნათ სადმე ie ნუმერატორ აი მესამე რო არის, რასაც შემოგთავაზებს მესამე ie ნუმერატორ დავარქვათ shoot Arrow Shower რატო აძლევს? იმიტომ რომ ის დაყოვნები ჩაწერა ჭირდება. მოდი ამას გადავიტან shoot-თან void shoot Arrow ხო აკვიწერია და მაგასთან ახლოს რა იყოს რა, მაინც ერთნაირი ტიპის ისენი არიან და shoot Arrow Shower. აი რო არ გააწეთოს ეს უნდა ჩაუწერო yield return new wait for seconds. რო რაღაც დრო გქონდეს რა, მოდი 3 წამე იყოს დროებით. თუ რამეა შევცვით მე ამას. და აღარ გააწეთოს ამას რო ჩაწერე. Wait for seconds. ჩაწერებ შეხილებში 3-იანი. აჰა. კაი. ეხლა ამ wait for seconds ზევით ჩაუწეროთ რომ გააჩინოს და ქვევით ჩაუწეროს რომ გააქროს. მაგრამ რო გააჩინოს წვდომა ხო უნდა გქონდეს მაგაზე. ამიტომ აი shoot-ში შეგვიძლია header-ი shoot-ი რო გვაქვს ზევით სლადებში. კი, game object-ი დავამატოთ. public game object Arrow Shower დამოვიდეთ მე ისევ დაბლა, სადაც წერდით წეღარ და ვკუთხრეთ, რომ Arrow Shower წერტილი set active true. ოკეი, აქ გაჩნდება და ასევე უნდა მივიდეს იმის პოზიციაზე, ხო? ვკუთხრათ Arrow Shower მოიცა ჯერ უნდა იპოვოს ის. აქედან უნდა ვიპოვოთ მაშინ enemy. მას enemy კი არა, საიდანაც გაისვრის იქიდან რომ წავიდეს უბრალოდ. დაიცემა თუ რა მაგას მნიშვნელობა არ მოხდება თუ რა enemy-ს მაგას მნიშვნელობა არ ხონდეს. ხო და აი როგორ წავიდეს მაგას ვერ ხვდები. ზევით ისვრის და აი მას ვიცავ. ესე გავასრიალოთ. ანუ მე წარმოვიდგენია რომ ზევით რახან ისვრის იმის თავზე ჩამოვყაროთ თქო. აი ასე ხო ისვრის და ასე თვითონ წავიდნენ თავთავისი ტრაექტორი. ეგრე ვერ ვიზამთ, იმიტომ რომ ეგეთი ანიმაცია არ გვაქვს. ანიმაცია არის ზევიდან იყრება ეგრევე. ესე ვერტიკალურად რა. თორე ესე რომ წაგვაყვანა, კაი იქნებოდა, ხო? უბრალოდ ის არ გვაქვს. ეგეთი ისრები. ანუ ეგრე ისვრის ზევითიდან და მე გავაჩენთ და ვერტიკალურად ჩამოვყრით რა. ხო და ამიტომაც აქ რო გაჩნდება ეს ან სანამ გაჩნდება აქ უთხრათ რომ ჯერ იპოვოს enemy-ის პოზიცია. დავწეროთ ამიტომაც enemy მოიცა და transform
enemy pose შემოკლებით პოზიცია უდრის find object of type გამოვიყენოთ მოდი ახლა any object of type I find object of type პირდაპირ და enemy health ჩაუწერე აქ აზიკი მარჯვნივ ჭხილები ჭირდება მარჯვნივ მერე წერტილი ჭხილების მარჯვნიდან და ტრანსფორმ მაგის ტრანსფორმს შეინახავს enemy pose-ში და ბარემ ვუთხრათ აქ რომ arrow shower წერტილი position arrow shower წერტილი position arrow shower წერტილი transform წერტილი position იმიტომ რომ arrow shower ხა game object-ი არ და პირდაპირ position-ს ვერ წერს უდრის enemy pose უდრის enemy pose წერტილი position-ს კი იმის პოზიციაზე მივა და გაჩდება რო გაჩდება მაქედან რავი სამი წამი იყოს ჯერჯერობით მე შეიძლება შევცვალოთ და ამის ქვევით ჩაუწეროთ რომ გაქრეს arrow shower წერტილი set-active false ეხლა ეს ხო კონკრეტულ ფრეიმზე უნდა გამოვიძახოთ იქ, როცა ისვრის ზევით. მაგრამ ამას ნუმერატორს იქ ვერ გამოიძახებ რა. ნუმერატორის გამოძახება თუ გინდა start coroutine-ით ირთვება ეს ნუმერატორები. ჩვეულებრივად აი როგორც void-ს უთითებ იქ event-ზე, მასე ვერ მიუთითებ ამას. მიუთითებ, მაგრამ არ იმუშავებს, რა start coroutine ჭირდება. ამიტომ შეგვიძლია რომ ცალკე რაღაც ფუნქცია შევქმნათ. რომელიც start coroutine-ით ჩართავს ამას და ის ფუნქცია მოვნიშნოთ მერე event-ზე რა. ამიტომ აქ შევქმნათ void start arrow shower, მოდი ესე დავარქვათ. და აქ ჩავწეროთ start coroutine. ჭხილები და shoot arrow shower, რაც ქვია იმ ნუმერატორს. და ჭხილები. ბოლოში წერტილზე. ეგარ, ანუ ცალკე void-ი შევქონით, ცალკე ფუნქცია ჩვეულებრივი, სადაც ვიძახებთ იმ shoot arrow showers. და ამას მივაბამთ მე event-ზე იქ ანიმაციაში. რომელიც ამ ნუმერატორს ჩართავს რა. და ამაში გვიწერია რომ მოძებნოს enemy-ის პოზიცია, მივიდეს enemy-ის პოზიციაზე, გამოჩნდეს და სამი წამის გასვლის მერე ჩაქრეს ისევ. ეს void ისევ გამოვიძახოთ. იქ event-ზე და ასევე გადმოდი ახლა ანიმაციაში players რომ მონიშნავ და animation-ში გადმოხვალ რომელი ეთქია ეს? მეოთხე? თუ მესამე? მესამე. მესამე, ხო. მესამეში აი აქ polo frame-ზე უნდა ვქნათ, ხო მეგონი? polo frame-ზე საწყისში ამას. აი მე-9-ზე. ცოტა დროხც ხო უნდა გავიდეს, ნახე? ამას რო გააკეთებს, გაუშვა ისრები. აი მე-10-ზე არის კაი. და აი ცოტა დრო არ უნდა? ანუ აქ ეგრევე ქრება და ეგრევე რო არ გაჩნდეს, ანუ აი დაასრულოს, ანუ დადგეს და მე ჩამოიყაროს. აი სადღაც აქ polo frame-ზე რა, მე-11-ზე ან მე-12-ზე. აი აქ. ცადოთ add animation event დავამატოთ. რომელიც აქ ავირჩიოთ player attacks methods სულ ბოლოში ვქენი. მე-12-ზე. ხო, მე-12-ზე. და attack method start arrow shower. არჩი. დავასეივოთ. ჩავართოთ და ვნახოთ აბა. მოიცადე, არ ჩაგვიგდია ის. players რომ ავნიშნოთ, მარჯვნივ გამოჩნდება ის arrow shower-ი, არ გვაქვს მითითებული აქ, non game object აწერია. ჩამქრალი arrow shower წამოვიღოთ და ჩავაგდოთ. რო script-მა იცოდეს რა უნდა თოს გამოაჩინოს. ეს უსასრულო შეგვეძლება? ხო. ამაზე მეგონი ბევრი ერო უნდა დავაკლოთ, არა?
ეს ოპა, ვიზიარიზაცია. ძალიან მაგარია. მაგრამ უბრალოდ ილუპება. ორჯერ პრავს. ხო, ილუპება და ლუპი გაუთიშოთ. ფოლდერში მოძებნე ის ფოტოები საიდანაც ჩავყარეთ. სამკუთხედი მონიშნე და ლუფტაიმი. და ლუფტაიმი გაუთიშე და მეგონი 3 წამი ბევრი არის. კი. იქ მეგონი 1 წამით საკმარისი იქნება. მოიცა და მაგრამ მეგონი ჯობია რომ სულ ზევით გააჩინოს. ხო? ოკეი. მოიცა 1.2-ს ვნახავ, ხო. მაგრამ ზევით რო გააჩინოს, ეხა გრაუნდზე კარგად არის რა. ანუ გრაუნდთან შესაბამისობაში არის. ეს ხო გრაუნდზე ცვივა მერე. ო 1.2 უკეთესი იყო ის ბოლო ანიმაცია ბოლომდე მთავრდება. ეს არის კიდე უყურეთ. აი ახო ისვი. მოიცა. ხო მაგრამ შენ და ეს. ოკეი. ოკეი. მაშინ ახლა რა უნდა ვქნათ? ეგ ეროუ შაუერი. უნდა ამოვაგდოთ იმის შვილი აღარ უნდა იყოს. მოიცა და აქაც ვაჩვენებ პრობლემას, ჩანაწერში რო გამოჩნდეს. აი აქ რო ისვრი და გაიწევი მე. აი ესეც მიყვება. ეროუ შაუერი, იმიტომ რომ შვილი არის ამის. კაი, მაშინ ესეთი რაღაცა ვქნათ. დავუბრუნდეთ სკრიპტში. მას ესეც არის პრობლემა კიდე. აი ორივე შუაწვევი მაინც ვიცი. როგორ? ორივე შუაწვევი ლელა მიდის მას. მაგრამ მაინც ვიცი. აი რომელ ორივე შუაწვევი? აი წასვლის ორივე რილებს მას. მოიცა, ეგ რატო? არა, არ უნდა იყოს ეგრე. ჩემთან არ შევ. ჩერდება ეგრევე. ორივეს ერთად რო უწევით არ უძრაობს. ეგრევე ჩერდება. მეორეს როგორც კი ვაჭერ. ჩემთან უძრაობს მაგ. აი ანიმაციას მაინც აკეთებს. შეიძლება რაღაც არასოდეს გიძარია? კაი, ნახოთ მერე. ეგეც. მოგივას კიბეჯის ჩაწერა დამხობი. აზე? არა, მოდი ჯერ ის ვქნათ. ეს გავასწოროთ, შვილი რო არის ისევ და რომ გადაადგილდები, მოძრაობს. მას ხო დავძრით სადღაც რო ამოვაგდო შვილიდან. კი. სადღაც მოწერა არ მახსოვს. აქაც იგივე დავწეროთ რა. აი აქ შუთელი შაუერში. კი, აი აქ უთხრათ რომ error shower წერტილი transform წერტილი parent უდრის nulls. მაგრამ ამის გასვლის მერე ისე უნდა დავაბრუნოთ. ხო? ეს მოვაკოპიროთ და მოვაკოპიროთ და აქ ჩავწეროთ player-ის transform წერტილი transform პირდაპირ და ამის შვილი გახდება ეგრევე. შუური transform წერტილი parent უდრის transforms. ანუ აქ უბრალოდ მარტო transforms რო წერ ეგრევე ხო იმის transforms გულისხმობ რაზეც ეს კრიტიკა მიგუნია. ამიტომ player ეთიკში რა ხარ ვართ player-ის transform მიგულისხმება. შესაბამისად იმის მშობელი იქნება player-ის transform-ი რა. ისე, აბა ვნახოთ. ამაცა J გვინდა. თან გავამოძრავოთ. ხო, აი. მაგის ვერ რომ მოძრავ, კი მუშაობს. თან რამაზიანი. ძალიან. კაი, ახლა გვინდა სიცხერო დავაკლოთ, ხო, ამით? ხო, აი უყურეთ მას კიდე. აქეთ რო აქ ის მაინც იქით. ხო, ეგ კი. ასე ხო, აი იქით. ის მაინც არის. ხო, მე ის განსწორებელი გვექნება, რომ სხვადასხვა ენემიები რო იდგებიან, თქვა ერთ შეიძლება მარცხნივ გედგეს, მეორე მარჯვნივ. მაშინ box all თუ რაღაც რო ის უნდა. ხო, მაგრამ ყველას თავზე ხო ჩამოყრის მაგას.
ამიტომ რაღაცით უნდა შეიძლება რაღაცა ლოგი გქონდეს და აი რომელსაც გადაცვლ, რომელენებისაც გადაცვლ იმ ლოგს. აი რაღაც წერტილივით რო იყოს რა. ხვდი? კი. და ენებიებს შორისო ცვლიდე იმ წერტილს. და რომელსაც გადაცვლილი, იმას მაგროს ეთექს რო გააკეთებ, იმას მოხდეს, იმაზე ჩამოვარდეს. იგისრები. აი, ჯერ მოდი დავაკლოთ, ბევრი ის არის. აი აქ ჩაუწეროთ რომ მოიცა მას დავეთვალე ის არის. ახლა რამდენი აქვს? ერთი არა ის, მესამე ეთქიო. რამდენი ის არის? 7 7 დავახარჯინოთ, ანუ? ხო. ოკეი. აი, რო გაჩნდება, აქ პრინციპში გასროლილი აქვს უკვე. და ენუმერატორში ხომს. ხო, აქ ჩავწეროთ arrow amounts minus უდრის 7. და ასევე იქაც უნდა ჩავწეროთ, რომ 0-ზე მეტი თუ არა, თუ აქვს, მაშინ შეეძლოს გასროლა. არა, 7-ზე მეტი. 7-ზე მეტი, ხო, მართალი ხარ. 6 თუ აღარ უნდა ისროლოს, ანუ. სად არის J, ხო? აი ეგ არის. 7-ზე მეტი. ან 7-იან ტოლი. მეტიან ტოლი დავუწარე. რომ 7-ზეც შეეძლოს სროლა. ხო, და ვერც სულ განუდება. განუდება, კი. ოკეი. მოდი ეგეც გავტესტოთ. ორჯერ რო გავისრულ წესით მესამედ აღარ უნდა შემეძლოს. სულ 20 მაქვს მეგონი, ხო? კი, 20 მაქვს. ორჯერ შემიძლია გასულ. აჰა. 1 2 მაგარებს 6 წელი დამჭირდა. არა, ეს ის არის. Unity-ის ედიტორის ერორი როა ეგ არის. ახლა შეთანხმებას თამაშავს. ჩემთან დაში 10 წერია. აი ერთის რიან, ერთხელ ის. შვენიერი. კაი. Damage ჩაწერა დამაგვიზა. ხო, damage არ გვიწერია. არც მე არ მიწერია ჯერ. არა, მან კი ჩაწერ, მაგრამ როგორ დავაკლოთ, ჯერ ეგ უნდა მოვიფიქროთ. რამდენი ის არის მოხდება იმდენი რო იყოს. მაგრამ ერთად არის დაჯგუფებული. ხო და ნახე, რა შეგვიძლია, იცი? თვითონ ამ arrow showers ანიმაცია ხო აქვს? ხო. აი იმის დროებით გამოვაჩენ. ესე ხო გამოიყურება ანიმაცია. ხო და შეგვიძლია რომ ხო. შეგვიძლია რომ თავის კოლაიდერი მივანიჭოთ. ყველას. არა, ერთი იქნება. ეს ხო ერთი ობიექტია. ეს ყველა ის არის თვითონ ერთ ანიმაციაში არის. ხო და ეგ კოლაიდერი შეგვიძლია ჩავაქროთ ავანტოთ. და აი ბევრჯერ რომ მოხდეს რა მაგისთვის. ჯერ მივანიჭოთ ერთ კომპონენტით player arrows ხო? arrow showers. გამოაჩინეთ ამ დროებით. წერებით. ერთ კომპონენტით მივცეთ box collider 2 და მას edge collider ყველას ცალკე მოარგებს. ხო. არა, პოლიგონი? ხო, წესით. კი. მაგრამ არ გინდა ეგრე. ანუ ერთი მთლიანი იყოს ჯობია, რომ ის ერთი მთლიანი იმას ქნა რა ქვია. ბოქსი მიაპი რა, ჯობია. იმიტომ რომ მაინც ხო ეს ხო წვიმა ერთიანი ის არის და რა ხელ კოლაიდერი. ხო, უბრალოდ დავაპატარავთ ხა ეს კოლაიდერი. და ასევე ის ტრიგერი ჩავურთ. იმიტომ რომ არ უნდა დაეჯახოს ეს კოლაიდერი. უნდა გაიაროს ამაში. აი, უფრო მეტი ის არის, სადაც ჩანს. მეგონი მე-6 ფრეიმზე ჩანს. აი რაღაც აქ უნდა მოვარგოთ, სადაც ხო, აი აქ მოვარგოთ რა. მარცხენა უკიდურესი ის არის. მე მგონი მე-6-ზე ჩდება
ხო. კარგა შორს არის. ხო, მერვეზე შორს არის. ხო, მერვეზე უფრო შორს არის. მაგრამ აი ზუსტად დამისვამს აქ. ოკეი. მარჯვენა. მარჯვნივ, მე მგონი პირველ ფრეიმზეა, ყველაზე მარჯვნივ. ხო. აი ოდნავ მოვწევ ამას. აჰა, ყველას მოიცავს. ეგარი. კაი. ახლა ნახე რა ვქნათ. ჩაწერას დააჭირე. რომელი ფრეიმზე გას? და 0-ზე დადექი და ჩააქვრე ეს box collider-ი. ანუ შეინახო. ხო, 0-ზე იყოს ჩამქრალი. იმიტომ რომ 0-ზე მაინც ვარდება ზევიდან. მერე გადავიდეთ 1-ზე უკვე უნდა გავაჩინოთ, იმიტომ რომ დაბლა ეცემა. 1-ზე გააჩინე. მერე კიდე ჩავაქროთ. მეორეზე. მეორეზე კი. მესამეზე ისევ გავაჩინოთ. მეოთხეზე ჩავაქროთ, მერე ავაჩინოთ ისევ. ხო, მოიჭადე ერთს. ეს რა არის? ორი ცალი და ჩააქრა. ჩაქრა გამოჩნდა. ჩაქრა გამოჩნდა. შედაც ორი ხوارში ხო არა? შედაც მე ჩაქრა გამოჩნდა. ბევრი არის ეს მე მგონი. თუ იყოს. რაოს. ჩაქრა გამოჩნდა. ხო, ან ბევრი ხო არ არის თქო რა. ბევრი ფრეიმს გაკეთებს. ჩაქრა და გამოჩნდა. ბოლო არის მე-9 ფრეიმზე. და მე-1000-ზე ჩაქრა და ვსო. კაი, შეგვიძლია გავთიშოთ რეკორდინგი. მე შეგვიძლია შეხედო collider-ს როგორ ქრება და იმუშავა. მემჩნევა. ხო. კაი, რა ვიყოს ესე. დავასეივოთ. გადავიდეთ. ახლა delay-ში. script-ში. enemy health-ში. რახან on trigger enter-ი აქ გვიწერია უკვე. იქ ტრიგერი არ ჩავირთე. ხო, ტრიგერი ჩავირთე. collider. ჩაწერა არ უნდა, პირდაპირ ჩავირთე, ხო. და შევიდეთ on trigger enter-ზე enemy health-ში დავწეროთ if-ი, ან ეს if შეგვიძლია მოვაკოპირო, რაც გვიწერია. და name-ი შევამოწმოთ, იმიტომ რომ ეს ხო ერთი ცალი არის, arrow shower, როგორც ქვია, ზუსტად. იდენტურად დაუწერე. და ამაზე რამდენი დავაკლოთ? რახან ბევრი არის. თვითონ რამდენი დააკლოს? 1? ხო. იმიტომ რომ ყველა იმას სულ თუ გაჩერდა, მაშინ სულ მოკვდება. ხო. ხო, ყველა თუ მოხვდა. მაშინ delay ჯერ. ვიცოდე რამდენი დემეჯს უკეთებს ახლა ეს? 1 2 3 4 5 5-ს უკეთებს. 5-ს თუ უკეთებს, იყოს ერთი მაშინ. და ეს collision destroy collision არ გვინდა. ხო. მარტო damage. იმიტომ რომ უნდა იყოს ისე. კი, ის უნდა შენარჩუნდეს ის arrow shower არ უნდა გაქრეს. ოკეი. რა, მე მგონი რომ უნდა იმუშაოს. დავასეივოთ და ვნახოთ, აბა. მოიცადე, ის არის. თავიდანვე ჩანს ეს და ჩააქვე თავიდან. არ იმუშავა საერთოდ. არ შეიძლება. აი, კი. მოკვდა ეგრევე. ჩემთან იმუშავა. ჩემთან სახელი არის არასწორი. აუ, წყალებში მინდა ხო?
მაგრამ ერთხელ აკეთებს იმას. რას? ხო. ანუ დემეჯის ანიმაციას ხო, იმიტომ რომ ვერასდროს ნახე, ანიმატორში აქ ჩვენ ისე გვაქვს მონიშნული. სად არის? ამერმენის ანიმატორში. Take hits-ზე idle-დან გადაყავს take hits-ზე. ხო. Can transition to selfie არა აქ და მაგიტო რა. რომელსაც. ანუ hits-ზე როგორც არ გადაყავს. ანიმატორში გადადი ამერმენის. აი idle-დან გადაყავს hits-ზე. და მოდი ავაცადოთ, ეს წაუშალე. ეს გადასვლა idle-დან hits-ზე. პირდაპირ delete-ს დააჭირე. ან მინუსს დააჭირო მარჯვნივ. აიშენა? მაშინ მინუსს დააჭირო. და any state-დან გააკეთე ახლა take it-ზე გადასვლა. ახლა აქ გლობალში თქოს. exit time და ის. ხო, exit time-ს გადაშულე, transition duration გაანულე. transition. ხო, და ეგ არ გავუთიშოთ. და ნახოთ აბა თუ გადავა. მაგრამ შეიძლება ახლა ძალიან სწრაფად იქნას და არც გვაწყობდეს ეს. და query condition-ში დაამატე take it-ი და გავუსწროს. So. აბა ნახოთ. აი. ხო და იყოს ესე? კი, მას უფრო წარმოვარაგებს შოშობა იმის. ხო, უფრო ეტყობა რომ ბევრჯერ აკლდება. ხო? საწყალი. შევდიჯი მოვუკალთო. ხო. არა, უშვის მე თვითონაც ბევრჯერ მოკლავს იმის გადასტოს ხომ მოგვიწევს იმის თავისი ეთეკების და. კაი, დავასეივოთ ესეც. და ერთი ატაკი დაგვჭა ზევიდან. ერთი ატაკი დაგვჭა ზევიდან სროლა, ხო? მაგისთვის ცალკე პლატფორმის შექმნა მოგვიწევს. როგორ? ცალკე პლატფორმის შექმნა ზევით. ხო და ნახე რა ვიფიქრება. ანუ ეგრე პლატფორმიდან მოასრულებთ ხოლმე? ხო, იმიტომ რომ ქვევით ისვრის მას და. ანუ ახტომ არ გავუკეთოთ მაგას? რომელია კეი, ხო? ხო, აი ქვევით. ანუ ახტომის დროს ან ნივის დროს, როცა სიმაღლეზე იქნება. ხო, აი ეგრე. ესე სრულად შეეძლოს და ჩვეულებრივადაც, ხო? ოკეი. კაი. ისე მაინც ადესოთ გავაკეთოთ მას. კაი, მაშინ მაგისთვის მე მგონი დაგჭირდება აქ არის diagonal arrow, დიაგონალური arrow. სამიც არის. ხო, hit-ის ანიმაციები აქვს მე. თორე თვითონ diagonal arrow ერთი ფოტო არის. ეს როგორც ჩვეულებრივი arrow. როგორც ჩვეულებრივი ერთი, ხო? ხო. მოდი ჩავაგდოთ ეგ. გადავაგდოთ სცენაში ცალკე. დავარქვათ ჯამპერო უყარ და უზახოთ ამას, უფრო მოკლედ. ან 1004-ის ერო. მოდი მე ჯამპეროს დავარქვი. Jump arrow. გადავიდეთ prefabs folder-ში. და ეს jump arrow გადმოვაგდოთ prefabs folder-ში. სცენიდან დავშალოთ. და ამისთვის ცალკე უნდა შევხვდეთ ის დავხატა სახათი რო დახატოს. არა. ჩვეულებრივ როზე დასახატი ხო არ გვაქვს. მორტყმაზე გვაქვს. ამაზეც ეგრე შევამოწმოთ. მაგრამ ჯერ გავისროლოთ. player text-ში შევიდეთ. და ზევით. აი shoot-ში შეგვიძლია ჩავამატოთ აქაც. ჯამპერო. ხო, public game object jump arrow. arrow force იგივე ქონდა ეს? რას ჩქარითაც ჩვეულებრივი arrow მიდის?
ცოტა ჭხერდა იყოს მას. შეგვიძლია. ძირს ეცემა. შეგვიძლია. Arrow force გამოვიყენოთ და მე ეთეკის მიხედვით, ხო, სხვადასხვა რიცხვი ჩავუწეროთ. კაი, jump arrow, კიდე რა დაგჭირდება? პრინციპში ეგ არის. წავიდეთ ახლა, სადაც shoot arrow გვიწერია. ეს case-ი იმას. ხო. მოვაკოპიროთ ეს void-ი, იმიტომ რომ დაახლოებით იგივე რაღაცების ჩაწერა დაგჭირდება. წავს. ხო, მოვაკოპიროთ ეს. ჩავაფეისტოთ და დავარქვათ shoot jump arrow. Arrow amount ამის დროსაც ერთი. ხო, ერთი დააკლდეს ამის დროსაც. აქ arrow clone-ის პრინციპში შეგვიძლია დავტოვოთ აქაც, იმიტომ რომ მაინც ლოკალური ცვლადი არის. უბრალოდ აქ arrow-ს მოგიროთ, ჩავწეროთ jump arrow. ხო, shoot point-ის შეცვლაც მოგვიწევს. აქ ზევით ავიდეთ და დავამატოთ სახელში რიცხვი შეიძლება შეიძლება. როგორ? სახელში რიცხვი. არა. Public transform shoot point-ი ქონდა, ხო? მას ეს აეროებს და რატო? დიაგონალური ისაჩოც და ზუსტად ეგრე გქვია ზევით? ზევით რაც ვქია ის ზევით რაც დაარქვი ეგ უნდა დაწერო. იქ სახელი მიწევი. აქ რა დავუწეროთ shoot point-ს? shoot jump arrow point უნდა ესე იყოს. ჩვეულებრივი shoot point-ი იქნება. ჩვეულებრივი როგორც იყო და shoot jump arrow point-ი იქნება ეს. ხო, წავიდეთ ხა ისე დავლა. და აქ ჩავწეროთ shoot point-ს მოგირათ shoot jump arrow point-ი. მე როგორც დავაკვირდით ისე ხო? კი. მე rigid body 2D-ს უკავშირდება arrow clone RB უდრის arrow clone, ხო, კითხავთ rigid body 2D. იმასე არ მეგვიბია ჯერ rigid body, მაგრამ მივაბამთ. კაი და add force გვიწერია აქ და transform წერტილი right იმრავლდება arrow force-ზე. მას ეს transform right-ი რა? transform right-ი? ხო. მარჯვნივ რო წავიდეს. ხო. მარჯვნივ მიდის. მაგრამ ჩვენ ხო გვინდა რომ მარჯვნივ წავიდეს და ქვევით. ხო? ამიტომ აქ transform right-ს მივუმატოთ transform წერტილი up-ი. ოდ მინუსით. თუ შეიძლება დაუნიც აქვს ამას. არა, up. ოდ ცოტა ახლა უცნაურად გვიწერია და მოდი ესე დავწეროთ რა. მოიცადე, ნახე როგორ დავწეროთ, ესე ჯობია. ხო გვიწერია transfer წერტილი right გამრავლებული arrow force-ზე. ეს ჩასვი ფრჩხილებში, მარცხნიდანაც დაუწერებ ფრჩხილები და arrow force-ის მარჯვნიდანაც. და კიდე გამრავლებული. და ამას მივუმატე კიდე ფრჩხილი გახსენი მინუს transform წერტილი up-ი, რო ქვევით წავიდეს, გამრავლებული arrow force-ზე ესეც. arrow force გვიწერდა მას იქ unit-ში. კი, და აქ უნდა მიუთითოთ მე კონკრეტული ეთეკის დროს რამდენი იყოს. მოკლედ მარჯვნივაც წავა ახლა. და ქვევითაც რა. კაი. და ანუ სამწამში ქრება ეგეც გვიწერია.
და ბარემ მაშინ გამსავსხროთ. ეს უფრო ძლიერი იყოს, ხო? დიო. ვიცი რამდენი გვაქვს? Arrow Force. არა, მასაც ცოტა არ გვაქვს. Arrow Force 15 მაქვს მე. Players-ია ხო? კი, players-ი. 15 მაქვს მე. მაშინ აქ 20 ჩავწერ. მე 15. აი, სანამ გაისვლის, ზედა ხაზზე ჩაწერე, რომ Arrow Force-ი უდრის 20. და იქ ჩვეულებრივ შუთეროუში სანამ გაისვლის, ანუ სანამ Add Force-ი მიენიჭება, მან ჩაუწეროთ, რომ Arrow Force-ი უდრის 15-ს. იქიდან public-ი თუ წავუშალოთ შეიძლება ახლა. კი, მაგრამ public-ს თუ წავუშლი, მაშინ თავშიც უნდა ჩაუწერო, რომ 15 იყოს. რომ თავიდანვე 15 იყოს, მაგრამ იყოს რავი 15 იქ და შეიძლება იქ 20 გახდება, ხან 15 გახდება. კაი, ეხლა ის რა დაგვრჩენია, რომ ეს shoot jump arrow გამოვიძახოთ იქ. events-ზე. და თან რაღაცები ჩასაგდები გვაქვს. player-ი მონიშნე, margin player არ უნდა ჩაუგდოთ იქ. აი აქ უნდა ჩაუგდოთ, კი. jump arrow უნდა ჩაუგდოთ. prefab-ი. და shoot jump arrow point-იც არ გვაქვს შექმნილი. Players შევქმნათ empty game object-ი, create empty. და ვარქვათ shoot jump arrow point. shoot point-თან ახლოს მივიდან. და animation-ში შეგვიძლია გადავცვალოთ air text-ზე. და აი კონკრეტულ მას მეგონი ეს ცოტა ქვევით ჯობია რომ იყოს. ხო? აი აქ სადღაც აქ უნდა იყოს, ნახე? აი ეს ეფექტი სადაც ჩდება, მწვანე. მეხუთე ფრეიმზე გადაცვალე ანიმაციაში და ეს უბრალოდ მიიტანე იქ რა. დიახ. აი სადღაც აქ ამ პოზიციაზე. იგა. ეხლა დავუბრუნდეთ ისო player-ი მოვნიშნოთ. და აქ ჩავუგდოთ shoot jump arrow point-ს margin script-ზე. მას და იქ რაც უნდა ისროლოს ის prefab-ი უნდა ჩავაგდო. აჰა. და ეხლა ანიმაციაში გადადი ისევ. და კონკრეტულ frame-ზე, აი აქ მეხუთე frame-ზე event-ი დავამატოთ. margin აღელა კი add animation event. player text methods და shoot jump arrow. ხო. და rigid body უნდა მივაბად ეხლა prefabs-ი. rigid body 2D. და gravity scale-ი გავანულოთ, რომ არ ჩავარდეს დაბლა. ზედმეტად. ისედაც ხომ მიყავს დაბლა. Okay. რა მეგონი უნდა იმუშაოს ნახოთ აბა. ის გამოძახებული რო არ გვაქვს. რა? აი კოდი. shoot მეოთხე. ეგ ხო event-ით გამოვიძახეთ ახლა. ანიმაციაში. აი, ისურს. ოპა, საერთოდ შეხედები? ხო, განისიმაში. ხო, იმიტომ რომ კოლაიდერი არ აქვს ჯერ, არ მეგვიყვია კოლაიდერი. ურაჩქარა. არც ჩეს. ისე. ხო. კაია. ახლა ჩაუწეროთ, რომ enemy-ს მაგანაც დააკლოს სიცოცხლე. on trigger enter-ზე. შევიდეთ enemy health-ში. და ეს if collision გადავწეროთ ალბათ. ხო, მოვაკოპიროთ ეს და რა ქვია იმას? თვითონ prefabs jump arrow. Jump arrow კლონი ქვია იმას. ანუ ახალ იმ კლონებს რაც იქნებიან რა. Jump arrow. ანუ შენ prefabs რაც ქვია, ზუსტად ეგ დაწერე და ფრხილებში კლონი. ამაზე რამდენი დავაკლოთ? მე მგონი უფრო ჩქაროვიდის 1.5. კაი, იყოს 1.5. 1.5 და destroy-ს დავტოვოთ, რომ წაშალოს თუ მოხდება.
დავასეივოთ ეს player tag-ში გადავიდეთ და აქ გვიწერია arrow amount -1 ის ხომ მოვაკოპიროთ ის void. ხო, მაშინ რა შეავოწმოთ. აქ უნდა შევამოწმოთ, კი. K-ზე დაჭერისას arrow amount-ი თუ მეტი აქვს 0-ზე, ხო? კი. ტოლობა არ გვინდა უბრალოდ, უბრალოდ მეტია 0-ზე. აი და special attack-ზე არ გვინდა შემოწმება? Special attack იმას, მწვანე იმას ისვრის. ხო. ანუ ის არის არ არის. ხო. ოკეი. მას შეიძლება რამე ის აფეთქებასავით იყოს მე რო დავამოდოთ. ხო. აი, დავასეივოთ და გავტესტოთ, აბა. ახლა უნდა ავხდეთ რო გავარტყოთ, თორე ისე ვერ გავარტყოთ მე. Online-ი არ მოხდება. ხო. თან. prefabs მივაბად, ორჯერ სწრაფად დავაჭიროთ. და ამაზე შეგვიძლია ან box-ით შეგვიძლია box collider 2-დე. უბრალოდ დავაპატარავ, ის ტრიგერი ჩავურთოთ აუცილებლად. ის ტრიგერი ყველა იმას collider-ს. ხო. კი. მაგრამ box რანაირად დავატრიალებთ, აქ ვერ დავატრიალებთ. მას პოლიგონი ხო გაყვება. ხო collider-ი გაყვება. პოლიგონი ნახოთ, აბა როგორ მიაბავს, უბრალოდ პიქსელები რო არის ცუდად აბავს ხოლმე და. აი. მე ცოტა შემომცირე იქიდან ხო. საწეული იყო და ის ტრიგერი ჩავურთოთ და აი აქ შევამცირებ ამას წერტილში. აი რაღაცას საგვარისი. ახლა ეს უნდა მიავას ხო? კი, უნდა მოხდეს წესით. ეგ არის. მაგრამ ახლოს რო ხარ, ახტო მაგიწევს. ხო. კუდება გიდეს. პრინციპში ისეთი სწრაფი ისენი არის, გადიოდეს იმაში პლატფორმაში. ვითომ იქით ამხრიდან, პლატფორმის იქით ამხრიდან ისვრი რა. რა? ანუ შეგვიძლია დავტოვოთ ესე. ანუ აქ პლატფორმა უბრალოდ რო ისვრი და პლატფორმაში გადის, შეგვიძლია დავტოვოთ იმ მხრივ, რომ აი ვითომ პლატფორმის იქით ამხრიდან ისვრის. ხო. თან სწრაფი ის არის, რა ქვია, arrow არის და ოკეია რა. მე მგონი 10 ძალიან ცოტა. ვეღარ ვისვრი ახლა. მეთქე თუ აღარ ისვრის. დავხარჯე ისინი arrow-ები. მუშაობს ხო შენთან? კი. ოკეი. ეგ ყველა ატაკი გავაკეთეთ. Player-ის ატაკები ყველა გავაკეთეთ, კი. ერთ-ერთი მოხვედრაზე, ან ჩვეულებრივ მოხვედრაზე, ან ჩვეულებრივ arrow რო ხდება. აი ეს ანიმაციებზე გადასვლები არ გვაქვს ჯერ. მოდი ბარემ ეგ მაგასაც მივყვეთ და გავაკეთოთ. ამაზეც და მე ამ jump arrows რომ ვარტყამს, ეგეც მაგას ანიმაციები მე მგონი მოჯადოებული გარო ისრევისავით არის. ხო, ის რაღაც ფესვებივით გამოსდის და აი ეს მოწამვლის არის. ხო. მესამე არის poison-ი, კი. კაი, ეგ რო გავაკეთოთ, ესეთი რაღაცა უნდა ვქნათ. ისა prefab-ში გადადი და arrows დააჭირე ორჯერ prefab-ში. arrows prefab-ში შედი რა, ორჯერ დააჭირე. რომელი მას რო ქვევით ჩვეულებრივ arrow. ჯერ ჩვეულებრივ გავაკეთოთ. ოკეი. ეხლა გადადი animation-ში. create ხო აწერია? კი. დააჭირე create. დავარქვათ ამას arrow, broad arrow და save.
გადმოდი project-ში უკან. prefab-ის folder-ში ხო შეიქმნა ეგ ანიმაციები. მოდი გადავაგდოთ. აი arrow hit სადაც არის მათ. აი მარტო hit რო წერი ხო? არა, ანუ კი არა, მარტო arrow რო აწერია, მათ გადააგდე. ეს იქნება ცარიელი ანიმაცია რა. აი უბრალოდ სამკუთხედს და ოთხკუთხედს ხო? კი, ორივე გადააგდე. So, ეხლა შედი arrow hit-ში. ყველა ფოტო მოვნიშნოთ. Control და მარცხნივ უგდებთ arrows იერარქიაში. შვილად ხო? კი. და ამას დავარქვათ arrow დაბლატირე hit. აქ არ გასწრაფია, თუ ის ანიმაცია რო არის. აქ მარტო სამკუთხედი გაჩნდებოდა, იმიტომ რომ ის ანიმაცია ხო აქვს უკვე და იმაში ჩავარდა ესეც. ეხლა entangle რო არის, შემდეგი hit entangle. ხო, ეს მეგონი ის უგეთესი იქნება. მე მაგიასავთ რაღაცა შემოვიტანოთ და ხო. ან რა შეგვიძლია იცი? ამას დავარქვათ, როგორც ქვია რა, გადაიწერე სახელი arrow entangle. და შემდეგი არის poison. ამასაც უგდებთ arrow poison. რა შეგვიძლია იცი? რამდენიმე სახის arrow გქონდეს. ხო. და გადაცვალა შეგეძლოს რა. და რომელსაც გადაცვლი ის გაისროლოს. ეგ გავაკეთოთ, კაი იქნება. Okay. Hit poison. კაი, სამივე ჩავაგდეთ. ეხლა arrows რომ უნიშნავ და ანიმატორში გადახო და ინახავ წესით ყველა იმას. ყველა arrows ანიმაციას. კი. ჯერ რო hit ხოლმე. კი, ანიმატორში გადადიოღოთ, რომ transition-ები გავაკეთოთ. აქ არ არის. მონიშნე ისა arrow. კაი. arrow-დან უნდა გადავიყვანოთ arrow hits-ს, arrow entangles-ს და arrow poison-ს. და გადავიყვანოთ ტრიგერებით, მოდი. პლუს დააჭირე მარცხნივ. ხო, პარამეტრებში ხარ. ხო, ტრიგერი შევქნათ და პირველი იყოს უბრალოდ hit. ჩვეულებრივი hit-ია, ჩვეულებრივი arrows რომ მოვარტყავ. მეორე იყოს entangle. და მესამე იყოს poison. მე arrow-დან გადავიყვანოთ hit-ს, entangle-ს. კი, სამივეს. და აქედან X-იც გადასვლა აღარ გვინდა დავტოვოთ ამაზე რა. იმიტომ რომ ეს არის შერჭობის, ანუ hits რომ მოვარტყავ ერჭობა რა. და შეგვიძლია ეგეც გავაკეთოთ, რომ რამდენიმე წამით შეერჭოს ხოლმე და თუ იმოძრავებს გაყვება რა. და მე გავაქროთ. გადასვლებში ახლა arrow-დან arrow hits-ზე რო გადადის. Hexi time-ი გავუთიშოთ, transition duration-ი გავანულოთ და პლუსით დავამატოთ hit. გვერდით. Entangles-იც იგივე. transition duration-ი რა არის? დაყოვნება იმის გადასვლის, transition-ის. მან თუ 0.25-ს დატოვებ, 0.25 წამი დაიცდის და მერე გადავა. აქ entangle მოვნიშნოთ და აქ კიდე poison. მასაც სხვადასხვა ფერი არის. აი მას ის წვანის ლუჯის სტაფილოსფეროზე ციკელი. სტაფილოსფერი არის მთავარი ანიმაცია რაც არის. რო განსხვავდებოდეს მაგიტო რა. ფერები არის უბრალოდ მინიჭებული. რო სხვადასხვა state სხვადასხვა ის ფერი ქონდეს. ენის state-ზე ვერ გადავიყვანოთ. ენის state-ზე ვერ გადაიყვანო. ენის state-დან გადაყვანა შეგიძლია. კაი. ის რა ქვია. კაი, აქ ყველაფერი ავაწყეთ. ეხლა გადავიდეთ enemy health-ში. ხო?
გასულა იქ და აინები ათა. ხო, მაგრამ ეს მოხვედრა არ გვინდა? ჰიტის ანიმაციები არის ეს. აქ რო შეეხება damage რო იზამს, destroy აღარ გვინდა, destroy წაუშალოთ და ჯერ გავაკეთოთ მოდი ჩვეულებრივი ჰიტი. და მე შეამოწმებს ხოლმე რომელი ის იქნება, ხო? ერო კლონზე აკეთებ, ხო? ხო. კი, მე უნდა შევამოწმებინოთ. ჯერჯერობით ერთი ის ჩავწეროთ, ანუ collision, მოიცადე როგორ ჩავწეროთ, იცი? animator, anim, უდრის collision წერტილი game object ან collision წერტილი get component, პირდაპირ game object აღარ გინდა, animator. ესე და აქ ჩავწეროთ, რომ anim წერტილი set trigger hit. ჩაულებრივი თავისი ჩარტავს ხოლმე. კი. იმიტომ რომ animში ვინახავთ იმ ობიექტის ანიმატორს, რომელიც დაეჯახა. ანუ arrow clones რა, arrow clones animators. მოდი ამას arrow anime ხო არ დავარქვათ. აი მარჯვენა ხილაკ შეგიძლია დააჭირო, rename გაუკეთო. და ორივეგან გადაარქმევს რა. arrow anime. და ის ბევრგან რო იყოს, ყველგან გადაარქმევს. კი, სხვა სკრიპტებშიც გადაარქმევს. Enter-ს დააჭირე და გადაერქვა. So. კაი, ნახოთ აბა hits ანიმაციას თუ გააკეთებს. ასევე loop time-ები გავუთიშოთ ამათ. სამკუთხედებს, poisons და entangles-აც და ჩვეულებრივ hits-აც. ოკეი, რომში რო არის ორი ის ამათაც გულში. ამასაც გავუთიშე, ხო? ეს მაინც სერიალი ანიმაცია არის, არ აკეთებს. არა, მაგას არა აქვს. სამკუთხედს მარტო. 4-ი არის კონტროლერი. აი კონტროლერში არის ყველაფერი ეს ანიმაციები. მაგიტო ერთი რომ თავიდან რო ქნი ანიმაციას, აი კონტროლერი იქნება მაშინ და მე სხვა ანიმაციები ემატება მაგ კონტროლერში რა. კაი. აბა ვნახოთ რას. მოიც ხო ეხლა აღარ ჩერდება. თორე ანიმაცია გააკეთა. მოიცა. ხო, აი რაღაც მე. ხო, ანიმაციას აკეთებს, უბრალოდ აღარ ჩერდება. კაი, გავაჩეროთ მაშინ. ამ ანიმაციას რო გააკეთებ. ხო. ნახე როგორ გავაჩეროთ. დავწეროთ rigid body 2D. თან, ისე რომ მოხდება. ისევ აქ, ხო. arrow rb უდრის collision წერტილი get component rigid body 2D. და arrow rb წერტილი body type ხო გამოგვიყენებია static-ზე რო გადაყვდა ხოლმე გახსოვს? და კიდე აქვს ამას, ნახე. სადარი. აი rigid body-ს აქვს კიდე simulated. ეს simulated არის ამას ეს რო ჩართული აქვს დაჯახებაც მოქმედებს და თან კოლაიდერიც რო აქვს ჩოგად მოქმედებს და ამას თუ გათიშავ კოლაიდერიც ეთიშება და შეჯახებაც აღარ მოქმედებს და ჩერდება კიდეც რა შეგვიძლია ეს გავთიშოთ simulated პირდაპირ ანუ simulated უდრის false და ეს რო დოძრო თავში მუშაობს სად აი ფავს არა ამან უნდა გააჩეროს წესით და ბარემ შვილადაც ხო ჩაუგდოთ რას ამ ენების რო თუ ეხა პრინციპში არ გამოძრავდება მაგრამ მომავლისთვის რო გამოძრავდა გაიყვანოს კიდეც რა ერო პარენტი ან ეგ შეგვიძლია ან ხო პირდაპირ შეგვიძლია collision პირდაპირ transform-იც იქნება მოიცა
transform წერტილი parent უდრის transforms. იმიტომ რომ enemy script-ში ვართ. ეგ არის. აბა ვნახოთ თუ გააჩერებს. ოპა, შეარჩევს იმაში კეფაში. და გაქრა მე. გაქრა ალბათ იქიდან გვიწერია გაქრობა და მაგითო. სროლიდან გვიწერია გაქრობა. სროლის კოდიდან. შეგვიძლია იქიდან აღარ ჩავწეროთ გაქრობა, სად არის? წავუშავოთ. და რო არ გაქრება მე სულ ექნება? შერჯობის მერე ჩაუწეროთ, იქით ჩაუწეროთ გაქრობა. player attack-ში ხო? player attack-ში shooter-ში გვიწერია destroy. დავასეივოთ, გატესტება შენთანაც. ერჯობა, უბრალოდ უკან არის. enemy-ზე უკან არის. ნახეობა შენთანაც. ნახე? და ხან წინ გადმოდის, ხან უკან. რა ხან ორივეს ანიმაცია, კი, მართალი ხარ. Arrows is გავთიშოთ რა. შეერჯო? იო შეერჯო. ჩაგვებს. ხო. კოლაიდერი ცოტა მიწიე იმის ჩაქურცზე რო არ ქონდეს კოლაიდერი. ეს დარჩაზე ვიშ. ხო, ეგეც გასასწორებელი გვაქვს. კოლაიდერები ცოტა მიწიე enemy-ის კოლაიდერები, რომ ის იყოს. აქვია. მაგ ჩაქურცზე არ შეერჯოს რა. და ასევე order layer-ი გავუზარდოთ arrows-ზე. ახლა მაგალითად 1 რო ჩავწეროთ, 5 რო ჩავწეროთ. ხო. 5 რო ჩავწეროთ, იმას 0 აქვს ისედაც hammerman-ს და კი, აი წინ არის. ახლა წინ არის. ხო და სიკვდილის მერე მას ისიც გაიქნება, აი ნელ-ნელად ქვევით და შევარ დაიწოს რა, იმიტომ რომ უსასრულო იქნება. ეგეც შეიძლება. ხო, მაგრამ გავაქროთ მე მგონი ჯობია. ეს კიდე აქეთ შეერჯობა, სადაც დავაპატარა აი. კიდე დავაპატარა. იმის კოლაიდერის დიდი ხო არ გაქვს Arrows-ი? ორჯერ დააჭირე. ამას. ხო, არა, ოკეი არის. აი ამასაც დავაპატარა. ხო, ის უფრო ის დააპატარავე იმ თვითონ enemy-ისა. აი თავთან თუ დაუყენებ კეფაში შეერჯობა რა. ეს კიდე აქეთ გამიგეთები. ეს პოლიგონი ხო ჯობია მაგას. არა, box ჯობია. ხო, მე რო შეიძლება ის. ნახება. ხო, მაგრამ მე შეეცვლება და ცუდად იქნება ეგ. ანიმაციები რო შეეცვლება მაგით. აი ნახე როგორ მაქვს მე. ზუსტად თავზე. აქეთ ოდნავ გამოდის. იქით არის ხო, მაგრამ არა უშავს. ანუ გულში შეერჯობა რა. აი იქიდან ისე ხო მართლა ხელი ხო მოხდება. ხო, გულში შეერჯობა. კაი ახლა ნახე. ესე ცოტას მეც მივწევ აქეთ. აუ კიდე ზევიტერჯობა. ახლა ის ხო არ ჯობია რომ გავცადოთ. რა? აი ესე. წავდაჭაქვი. ხო, სულ თავში ერჯობა და მაგიტო, ხო? კოლაიდერი თავის გაიზრდება. ეს სკეილს რო გავუწევთ. კი.
რამდენით გავზარდოთ? 3.5? ახლა ა? მე 3.5. ხო. მაგრამ ეს ჩემო ესე. ხო. კაი, მოდი იყოს დავალება. აი რო სახლისთვის. რომ მოკვდება. რომ წაუშალო. ოკეი. ოღონდ ყურადღება მიაქცე იმას, რომ მარტო ერთი ერო არ იქნება წასაშვები, ბევრი ერო იქნება. ანუ მას ეს ხო შვილად ვარდება. კი. ხოდა შვილს წაშლიში მოთავაზება. ოკეი. შეიძლება ჩაუქრო კიდევაც. ხო. საკმარისი იქნება ჩაქრობაც. კაი, რავი, დღეისთვის საკმარისია, ბევრი რაღაც გავაკეთეთ ისედაც. დავასრულოთ მაშინ დღეს.